ხაზზე როგორც ხედავ, ესე ძინავს, ეს არ მაცვია მარტო. იმიტომ რომ მეშინია ჩამოინგრევა. ძველი სახლი არის. ძველიც არ იყოს, თუ გინდა ახალი იყოს, ამხელა სტიქიას რა გაუძლებს. მითხარი, აი 3 მეტრად თოვლია თითქმის. ეხლა დამჯდარია თოვლი, მაგრამ 2 და 80 გავზომეთ. დასველდა უკვე თოვლი მძიმე გახდა. რამის არის უკვე არ ვიცი, წკაპაწკუბი გაქვს იმას თვითონ შენობას. წიწკინებს. ერთი პირა არის, თოვლი მოდის გადაუღებლად. დღესაც იყო თოვლი დილაზევე. რაღაცა მე ვთქვი სული მეონა, მაგრამ დღეს დილაზეც იყო თოვლი. გზა არ არის ჯერ. ეს უშუქობა გვაწუხებს, დილმა თოვლმა იცისო, ეგრეთ თქვის. ეს არის სტიქია. ყოველთვის არ არის ღმერთის წყალობით. მაგრამ არის, მოვიდა, მთიანი ადგილია. აი სანთლობას მართლა უმომზადებელი ვიყავი და ოზურგეთში მეგობრები, მეზობლები წავიდნენ, მაგრამ ვერ იშოვნეს, ოზურგეთში სანთელი არ არის. ჩემამდე არავინ არ მოსულა, რა გითხრა აბა? ჩემამდე არავინ არ მოსულა და წყვილს ვერ გეტყვი, იქნება ბიჭებს შევეკითხოთ, იქნება იყო ვინმე. არაო ეგრე ხელს იქნევენ. არავინ არ ყოფილა. პურულების სტუმარ მოყვარე ხალხი ვართ. დამრტყმელი პურის შამელები. გზას არ გვითოლავენ. მაგრამ კაი ხალხია, კაი მთავრობა გვყავს. ამლები საჭმელი დაგვირიგეს მაგ ყველაფერი. შუქი არ ქონია მთელი ერთი კვირა და არც წყალი. საცხა ბიჭები დადიან, ჩემი ბიჭებს და მანქანის საკომუნიკაციო რაღაცით წენიან და აი ამით თორესი არაფერი. როცა გზა არ არის, შუქი არ არის, წყალი არ არის. ამას სტიქია ქვია, მეტი სხვა რა დავარქვა არ ვიცი. მე მაგათთან მეუღლე მყავს, თალი ფეხი მოკვეთილი აქვს, შაქარი აქვს. და წერს. 2 წელიწადია ფეხი მოკვეთეს. ყველანაირად აი მეშინოდა ახლა რომ სასწრაფო არ დამჭირდა. აბსოლუტურად არავინ არ ამოსულა. არავის არ უკითხე აქაური ამბები საერთოდ. რა გიჭით, რა გიხით, რამე პროდუქტი თუ გინდათ, ელემენტარულად პური თუ გინდათ, რამე თუ გინდათ, რომ ადამიანმა ჩაიძალიოს მაინც. არავინ არ მოსულა საერთოდ, არავის არაფერი არ უკითხავს. გუშინ წინ ბიჭები გაუშვი მასში ოზურგეთში, რომ ბებო ჩვილი გვითამდება და წადის და დილის 9-15 წუთზე წავიდნენ ბაღნები. აქედან ოზურგეთში არის 15 კილომეტრი. ხო და საღამოს მოვიდნენ შვილო ბავშვები დახოცილები 10 კილო პურის ფილი მომიტანეს. დღეს ჩემაზე დამირეკა ბათუმიდან თალაკვაძე იყო ტელევიზორში და გურიაში ყველაფერი კარგად აღმოჩნდა წესრიგებულიო და ზევით არ ამოსულა მეთქი. მე ვთხარი პირდაპირ ეთერი იყო შევეკითხებოდი ზევით ბაღაჯომანში არ ამოსულა მეთქი? შევეკითხებოდი. ენახეთ როგორ კარგად მოწყობილი ყველაფერი. როგორ უჭერს ხალხს. აქ თითქმის ყველა მოხუცებულია, ყველა ჩემი ტორი ხალხია. აგერ ბიჭი ყავს ფეხი აქვს. ოპერაციები ცუდათა